მინდა მოგიყვეთ ერთ საინტერესო ამბავი, სოფლიოს რიგ ქვეყნებში გამეორების დღე აღინიშნება, რაც გამეორების სურვილისადმი სწრაფას ეძღვნება ადამიანის სულს, გაიმეოროს დღე, რომელმაც გააბედნიერა და მისთვის ძვირფასი მოგონებები დატოვა. ჩვენი სტუმარია ლილი ხეჩუაშვილი, ფსიქოლოგი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ მოგონებების შესახებ, თუმცა მანამდე მინდა შემოგთავაზოთ სურს ერთი სიუჟეტი, რომელიც ამ თემაზე მოგიმზადეთ. ზაკ მირიანაშვილი და სანდრო მაჭარაშვილი გავიდნენ თბილისის ქუჩებში და გაარკვეს თუ რომელი მოგონების გამეორებას ისურვებდნენ შემთხვევითი შემხედრები. ნახოთ სიუჟეტი, შემდეგ დაგიბრუნდებით და ამ სიუჟეტის ნახვა ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ ზაკ მირიანაშვილის შემოქმედება ყველა მიმართულებით ძალიან ემოციური პასუხებია აქვე დავარნოს. კი. ნახოთ ერთად. თქვენი ცხოვრებიდან ერთი მოგონების გამეორების შესაძლებლობა რო გქონდეთ, ან ერთი დღე რო დაბრუნდეს, რომელს დააბრუნებდით? ალბათ ბავშვობიდან რომელიმე დღეს. ეხლა შემიძლია გითხრათ ერთი რამე, რომ აი ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ საძლებელი იყოს, ალბათ ისევე ვიცხოვრებდი და რატომ? იმიტომ რომ ეს ჩემი გამოცდილებაა. ამან მასწავლა ამ ცხოვრებისეულმა გზამ შემქმნა ისეთი როგორიც ვარ და მე კმაყოფილი ვარ. ეს გზა რო არ გაგევლოთ თავისი ესეთი ვერ ვიქნებოდი. არა, ესეთი ვერ ვიქნებოდი ნამდვილად. ჩვენსავე შეცდომებზე ვსწავლობთ, როგორ გონია? კი, მე ჩემ შემთხვევაში ეგრეა, ჩვენსავე შეცდომებზე ვსწავლობთ. კი, ჩვენსავე შეცდომებზე, ეხლა სხვისას კი, აი შეცდა, მაგრამ იგივე სიტუაციაში რო ვარდებით, მაინც ჩვენებურად ვიქცევით. აი იმ შეცდომებს არ ვითვალისწინებთ. აი შეიძლება ვიღაცისთვის მეკითხა, მაგრამ მაინც ჩემებურად ვაკეთებდი რა. და მე აი იმის სკოლაზე რო გავიარე, იმიტომ ესე რაღაცა, მაგრამ მაინც ყველა თავის შეცდომებზე სწავლობს. მქონია ცხოვრებაში უარყოფითი რაღაცაც და დადებითიც. ისე დადებითი უფრო ნაკლები მქონდა, მაგრამ გავიმეორებდი კიდევ. აი მაგალითად რაც შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ? აი იცით რას რომ აი დავკარგე ადამიანი, რომელიც არ იყო დაკარგვის ღირსი და იმას ძალიან ვანობ. ბიჭი იყო? ხო, მაშინ მეც გოგო ვიყავე. წარმოიდგინეთ ახლა რომ ვნანობ და კიდე მახსოვს 30 წლის მერე, ესე იგი რაღაცა იყო ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. ვურჩიოთ რამე ახალგაზრდებს. რა შეცდომა არ დაუშვან? იცით რა, სიყვარული არ უნდა დაკარგონ. აი ნამდვილი სიყვარული არ უნდა დაკარგონ. თუ ერთხელ მოდის ცხოვრებაში, მეტად არა. დღესაც მახსოვს. მეხუთე კლასამდე. ლილე და არჩევ მასწავლებლისთვის დაიგოს. მუსიკის ერთი აქვს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. არა, წარმატებულ გამოსვლას გისურვებთ. მადლობა. პედაგოგისთვის უნდა თავისი ციალა თომაშვილისთვის. შანსი რო გქონდეთ რომ ერთი დღე დააბრუნოთ. როგორც ახლა თქვენი შვილიშვილი გაიხსენებს ხოლმე კონცერტს, თქვენ რას დააბრუნებდით? მე სკოლის დამთავრება ყველაზე უფრო ის ინსტიტუტში რო ჩავაბარე, ყველაზე მეტი ემოციური მაგ მქონდა. ეხლა ეს პირველი კონცერტია თუ სხვა დროსაც გამოსულ ხარ? ორკესტრთან ერთად პირველი. და ისე ბევრი მქონია. ხო და აი ეხლა ეს სულ გაგახსენდება ხოლმე ორკესტრთან ერთად და გისურვებთ წარმატებას. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. ჩემი ცხოვრების მოგონებებიდან გავიმეორებდი იმ დღეს, როდესაც გავიგე უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ. ეს იყო საოცარი მოგონება და დღემდე გაყვება ჩემს ცხოვრებას ეს ემოციები. რა ძნელი კითხვა, რომელს დავაბრუნებდი, მე რა ვიცი, რომელს. ჩემ შეუღლებას მეუღლესთან. რომელ დღეს ამოირჩევდი? სავარაუდოდ არც ერთს. და მიზეზი? უბრალოდ არ მინდა. ძალიან ბედნიერი მოგონებები მაქვს, უბრალოდ მომავალში უფრო და უფრო მეტი მინდა და უფრო საინტერესო. მადლობა.